მშვიდობის მეგობრებო, ფილტრების და მაკიაჟის გარეშე. კამილამ ეხლა გაიღვიძა. Hello. Hello everybody. Hello everybody. აბარაკო რა ხართ, აბარაშვრებით. ჩვენ საქმიანობთ, რაღაცებს საქმიანობთ. მოკლედ, რას ვაკეთებთ კამილა? მე რა ვიცი. კამილამ ეხლა გაიღვიძა, ლაგესიზმლებოდა, როგორ ხასიათზე ხარ კაცეცილო შენ. ლაგესიზმლებოდა? არაფერს. არაფერი, საერთოდ. რაღაცა გაიხსენე. არაფერი, მარტო ფეხებს აფათურებდი. კამილა ჭამს ბუტერბლოდს, ყველიანს და კალბასიანს ხო? ამათი საყვარელი ბუტერბროდი ეს არის. წამოვიდეს. თოლს ელოდებიან ჩემი ბავშვები. ძალიან უნდათ რომ სადმე წავიყვანოთ თოლში, ან რა ვიცი, ან აქ წამოვიდეს. არ გვეღირსა თოვლი, მაგრამ იმედია წამოვა. ხვალდაზე თოვლი წერია ხოდე? ხო წერია? წამოვა შენია. ხვალ ზეგ ზეგი ვარდე. ხვალ ზეგ და ზეგი შემდეგ. ხვალ დღეს შაბათია ხო? შაბათი კვირა. შაბათია. დღეს ხვალ და ზეგ. ზეგ ორ შაბათი, ორ ზეგის შემდეგ სამშაბათი. სამშაბათს სკოლაში მივიდივართ. გვინდა სკოლაში? არ გვინდა სკოლაში, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ხო? აი 4 დღეში ორი დასვენება იქნება. მაგრამ 4 დღე, ხო, 1 დღე გვაკლდება, იმიტომ რომ ნათლიღებაა და არ ვსწავლობთ. იქით მილენას ჯერ წინავს. კი, მაგრამ 5 დღე სკოლა რატო არის და 2 დღე დასვენება? 5 დღე სკოლა რატო არის და 2 დღე დასვენება? მე მგონი ეს კითხვა ყველას გვაინტერესებს. იმიტომ რომ ბავშვებს მართლა დასვენება ურჩევნიათ, ხო? რა თქმა უნდა, ეგ ხო ყველა ბავშვის ნატვრა არის. აქ ვრეცხავ რაღაცას, იქ მილენას წინავს. აქ გოჭუნა მელოდება, ისევ ჭამა უნდა მე მგონი. ლილუ. როგორ ახარ? ეხლა რამე პარკი დავაშხრიკინო და ნახეთ რა მოუვა ამას. აი, სარიელი პარკი ავიღოთ. რაღაცა რო ჩხრიკინებს პარკში. გონია რომ საჭმელი მომაქვს და არა ეს არა, თავისი ხმა იცით, ხო დედიკო? არა, ამაზე ახსება, ამაზე რეაქცია რა აქვს. თავის პარკის ხმაზე აქვს რეაქცია. ლილუისკა. რა შურები შენ გოგო? რამხელა გახდი შენ, რამხელა, ჰა? რამხელა გახდი? შეხედეთ მართლა რამხელა გახდა ღმერთო. გვერდები აქ მე არ ვიცი. და ყურებიც გაეზარდა თითქოს. შენ ამხელა ყურებით დაიბადე. მართალია. გუშინ მესმის რაღაცა, აი თითქოს წამის ის არის რო არის. ეგეთი რაღაცა ხმა მესმის და კაცო, გავიხედ, გამოვიხედე, საათი არსად არ არის და მე შევხედე და ესე ჭამს. ამას ძილძინავს, ჩემს სიყვარულს ძილძინავს, თმებილო გაქაიაკ, შულის სახეზე, მოდი მოგაცალოთ. მოდი, მოგაცალო, გაწიე თავი ცოტა. და ვინახოთ, ცენი ლამაზი სახეა, ბა? გამარჯობა. გამანებეთ თავი ვარა? ხო. გაგანება თავი? ო, პლანშეტი მომეც. პლანშეტი მოგცე? იქება ჯერ ადგე. არა, პლანშეტი. არა, დედა ადექი უკვე და ჭამეთ უკვე ძალიან დილა უკვე. მომეც პლანშეტი. ჯერ დედა დილა მშვიდობის ლოგო ლახალ მომენატრე. ჯერ გენი. უკვე თქვი ყველა. უკვე თქვით. ნახეთ ყველაფერი ყრია დედა. ყრია ყველაფერი. ეს რა არის? და ჩვენე? ჰა? მაგი და ვიცი, შენი მაგი და ყოველთვის თავის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია. დასაცმელი გასარეცხი, ეს ყველაფერი გასარეცხი მაქვს, მერე გავრეცხავ. ეხლა იქ ჯერ გაირეცხება, მერე ამათ ზედებს კარგად ლამაზად უნდა დავკიდავ, მოკლედ
ყველაფერი უნდა დავკიდო, ჩამოვკიდო ლამაზად. ეს მოკლე მკლავიანები აქედან უნდა მოვაცილო, კარგად გადავახარისხო, მოკლე მკლავიანები ახლა ნამდვილად არ მინდა. აქეთ გადავწევ, გრძელ მკლავიანებს აქეთ გადმოვწევ, ზემოთ მათი წიგნებიც დასალაგებელია ლამაზად. სხვათა შორის რომელიღაცა მასწავლებელმა არ მახსოვს კამილასი თუ შენ სადღაც ჯგუფში წავიკითხე, მე კიდე წასაკითხე მაქვს. პირველი ნაწილები მოიტანეთო და რისთვის მოიტანეთ ვერ გავიგეთ ჩასაბარებლად თუ იქ რაღაცები უნდა დაამთავროთ და იმიტომ მოიტანეთო სკოლაში მოკლედ მე უნდა წავიკითხო. არ ვიცი. ნახე ეს სარკეებიც გასაწმენდია, მაინც მოვიტანო. გავწმინდო ეს და მე ჩასაბარებლად? იქნებ ვიღაცამ ჯერ რაღაცა არ დაამთავრა ბოლომდე. დედა ადექი რა. უნდა და წამოვიდეს მართლათაული როგორც წერია. რა მგონია ისე წამოვიდეს რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ქნას და კარგად დაფაროს ზედაპირი, მაგრამ რეები წაუსვით ამ სარკეს. დედიკო მიდი რა ადექი და მიხედე მართლა ამ მაგიდას როდემდე ესე უნდა იყოს. მიდღის წინა მილაგებია და ხო, მაგრამ არშველის რატო არ ვიცი რატო არშველის არშველის იმიტომ რომ კიდე ამატებ შენ კიდე ისე დაალაგე რა არ ვიცი რა აღარა ეს დაბლა რომ მაგიდის ქვეშ კარტონები გიყრია გჭირდება რა თქმა კი გუშინ ძალიან ნამცეცები გადავყარე და დანარჩენი თუ მიხედა ეს თავის ლაქა, სარკის ლაქა, ეს არის წმინდება. სამი დღე, ანუ ვალაგე კრიტიკულად ვაგე. დე, სამ დღეში ერთხელ კი არ უნდა დაალაგო, დღეში ერთხელ უნდა დაალაგო და ყველაფერი მაგასად გამოჩნდება. ვალაგე კრიტიკულად ხდება, მაგიდან სამი დღის შემდეგ იგივე ხდება. იგივე ხდება? მოკლედ, ხალბატონო, ყოველ დღე უნდა დაალაგო და იგივე არ გახდება. ყოველ დღე არ გო. კამილამ მითხრა რომ შევჭამო და მე მივალაგებ საწოლსო, კაი, ხელს არ დავადებ მაშინ ჯერ და მიდით აბა თქვენ თვითონ. მიხედეთ თქვენ ამბებს. შეგიძლია ჩემს საწოლს დავადო. არა, არ შემიძლია შენ საწოლს დავადო ხელი. გუშინ თუ გუშინ წინ დახატე ხო დედიკო ეს? არ მახსოვს და მაგი. დედიკო და ყელი კისერი რატო არა აქვს? აი ესე იყურება? როგორღაც დაბლიდან იყურება? ქვემოდან ზემოთ იყურებოდა, აი ესე იყურებოდა, მოკლედ სადღაც რაღაცა სურათზე იყო და აი ესე იყურებოდა, ქვემოდან ზემოთ იყურება, მოკლედ და აი თვალის ესენი შავებიც, რა ქვია მას არ ვიცი, ესენიც ზემოთ იყურება და იმიტომ ესე ჩანს აი ესე უნდა იყოს წესით. დაგაძინო, ეხლა აღარ დაგაძინებ, დედა ეზოში მინდა. მარტო მე ხო არ წავალ ადექით. არა, მარტო მე არა, მიდი ჭამეთ. პიურეთს უნდა გავაკეთო, ხა უცებ გაკეთდება და მე თევსთან ერთად მიირთვით და მანამდე ადექი და წავიდეთ გარეთ. თქვენს მაგივრად მე მინდა გარეთ. მე კი წავალ, მაგრამ თქვენც წამოყვართ. კამი ეზოში ხო გინდა? კი. ხოთა მიდი ჭამეთ და წავიდეთ. კარგიდე, ცოტა გავისეირნოთ, სანამ ცოტა მზე იყურება, აქ არის არ არის არაფერი და კარგად გავისეირნოთ. უბრალოდ ვიაროთ ჩავისუნ თქოთო? კაი. კაი, ცემოს ცოცხლი. რა გინდა? რა გინდა მაგრამ? ბაკურიანში, ვაიმე. კამილა, თვალებზე როგორ ჩამოგიქა ჩეკული? არ ვიცი, წადი, ჩადი დაბლა. ჩადი დაბლა. ცისმათოვლიც არა გვაქვს. შენი მანქანით ვერაო, მამა. გამარჯობა.
ტაქსი არ არსებობს. ტაქსი არსებობს, მაგრამ შორს არის ბაკურიანამდე ძალიან. ტაქსი ბაკურიანამდე წაიყვანს. თუ გადაუხადე წაგიყვანს. მაგრამ ბევრს არცივა ძალიან. ხო? გამოვედით ეზოში, მაგრამ თითქოს ძალიან არცივა. დედა ბაკურიანში ხარ ამ ყველა თოვლისო. რავი დედა, თხილამურებზე სრიალებენ, ციგაზე სრიალებენ, ციგურებზე დადიან. რავი, აბა ხელა უნდა იყოს, კაი დიდი იქნება. და კალიანი ბუჭი. ნუ რაღაცა ადგილებში კი, მაგრამ იქ ასუფთავებენ დედა. რადგან ბევრი თოვლია და გზებზე უშლის. გზებზეც უშლის და ძალიან ბევრი თოვლი თხილამურებსაც უშლის. თხილამურები რა. ლიჟი. ნაგარნა ლიჟი. რუსეთში ძლივს დადიან თოვლში. ხელა თოვლია. ანუ იცით რა მხელა ამან? ანუ ფეხი, აი, ლამის აქამდე უნდა. და გადააბიჯო ხო? გაიქეცით საქანელებზე მე ნაგავს გადავყრი. მაგრამ აუ. ის რაც უფრო ახალი ის მოდის უკვე დეკემბერი. მით უფრო ცოტა თოვლი არის ყოველ წელს. ანუ ყოველ წელს უფრო ცოტა თოვლი ხდება. უფრო თოვლი ცოტა თოვლი მოდის მაგის მაგინდა. მიდით ეს საქანელაზე არ არის. რაც ახალი წელი მოდის და დეკემბერი მით უფრო ცოტა თოვლი. ნაკლებია თოვლი ზოგადად. რა ვიცი შეიძლება. და პირველში რა მხელა თოვლი მოდის. ხო. 1 იანვარს ხო? არა. 1 იანვარს ვიყავით სტუმრად? ხო, 1 იანვარს. დიდი თოვლი რა, დიდი ფანტელები წამოვიდა. მაგრამ ოდნავ დადო და ეგ იყო. აი გაგვახარა მაშინ 1 იანვარს ასე თოვლმა. არავინ არ არის სკვერში, საერთოდ. არა, ცოტა ოდნავ ქარი არის მაინც. და რატო არ ჩაიცვი მაღალი წინდები? გიჩანს ფეხი. აბა მოკიდე კარგად და კარგად გაქანაო ძალიან. არ გინდა? ძანძა მოკიდე ძანძა. არავინ არ არის საერთოდ, სხვა დროს ბავშვები არიან ხოლმე, ვაფშე არავინ არ არის. არც ერთი ბავშვი. ეს რა არის მთელ სკვერში? არც ერთი ბავშვი არ არის. ეხლა ორი ბავშვი გავიდა იქითკენ ბურთით. ეტყობა ფეხბურთზე მიდიან იქითკენ და აქ საერთოდ არავინ არ არის. შეხედეთ, აი სარიელი სკვერია. საერთოდ სრულიად სარიელი სკვერი. მასეთი რაღაცა, რავი, ძალიან იშვიათად ხდება. მაგრამ კაია რადგან უფრო საღამოს საათებში არის ხოლმე სარიელი, მაგრამ დღეს რა ვიცი. ზამთარში თორე ზაფხულში სასეა. ეს გინდა იმაზე დაჯდები და დავჯდები მე ახლა იმ საქანელაზე. სადაერდები. და რა არის სადაერდები. გინდა ძალიან. მოკიდე კარგად ვერზი ხარ შენ კარგად რაღაც. კამილა ვერზი ხარ. მოტრიალდი. აი ეგრე. აიწიე. აბა. აი ნეფეონასთან აბურიანში. არა, რავი, თეონამ სავარაუდოდ არაო, იმიტომ რომ სალომე მიდის ცეკვიდანო და მე არაო. ესე თქვა. არა, იმიტომ რომ სალომე მიდისო ცეკვიდანო და მე რაღაცზე წავიდეო ცალკე. აი, სალომე კაია. მან ბევრი თოვლი ო, ავა. თუ არ გაიყინა ეგ ბავშვი? არა, გაიყინება точно, მაგრამ ძალიან გერწვის დასაცვეს გაიყინება. რა იქნება? აი, ის ბევრი თოვში იქნება. ინტერესნა, მის ცემენ იქნებაზე ითამაშონ. აა, კი, ხო, ეხლა. თლად ესეც ხო არ იქნება. ეხლა გამოვედით აქეთა სკვერში. და მეწესათმები ცოტა ქარია, ვიცი დედა. ვიცი. არ არის. ვიცი, გადმოვაბრუნეთ მერე. აქეთ ცოტა ბავშვები არიან. დავჯექით აი აქ საქანელაზე. მიდი დედა, მიდი. ოღონდ არ შევშალო ბავშვებს. რა იყო დედა ცეკვა?
ცოტა ხანში გვეწყება სკოლა. ბავშვები ძლივს დგებიან 12 საათზე, რა გოშოლება არ ვიცი. სკოლაზე ნუ ლაპარაკობ. კაი, არ ვლაპარაკობ. მოკლედ, არავის არ გვინდა, მაგრამ რა ვქნათ. არ გვინდა არავის. მესმის დედა შენი, მესმის. რა ერთ კვირაში? 3 დღეში. დადი სკოლაში. ორს დედა როგორ გავიწეწე? ცოტა არ ვიძახი რომ ხარი არ არის მეთქი, მაგრამ მაინც არის შეგადაშიქ. დე ნახე ესეთი ცივად მომდევნო ანუ ვიღერავე და მან იმებში შედის პატარა იმებში აჩვენებში. ნაჩვე მიდი იქაც გადადი რაღაცა ითამაშე ცოტა ხანი და მე წავიდეთ. ის წივია და ამეები თურდო მოკეთე რატო? ცოტკები ცრიალებს სასიალოზე აღარ აბა ვჩდი ერთხელ სასიალოზე იყავი? ეს მთლას ელაპია. აი არ ინძრევა, წეღანაც მარტო იმ ბორბალზე იჯდა. სუბოლზე აქედანაც საერთოდ არ ინძრევა. ჩიტები. გუნდა დაფრინავე. საერთოდ არასპორტულია ეს გოგო. შედავიხარ. არ უყარს არაფერი დაიხარ. ხელები დააქნია და დავიყალე. მოკლედ. ეს მარტო ჩემი ბავშვები არიან ეგრე 12 საათზე რო დგებიან. რატო გეშინია? მოიცაბა. შეგცივდა ქალო. ესე ვარ შეფუთული და მაინც ვისიო. შეფუთული ხარ და მაინც. მოდი. ჯიშტულიშკი. მაიკროს. კაი, ბავშვები, რა ვქნა, წავიდეთ ნელ-ნელა. თუ იქ. არა. წავიდეთ. მაღაზიაში უნდა შევიდე კიდე. უნდა დავშევარ მაღაზიაში. არა, დედა, პროდუქტებზე შევალმა რა ისა. მეორე გზაში შევთა სახლი არ და. ხო გითხარი? მეორე გზაზე შევალმით. არა, ხო არ მომიტყუებია? ხო, მაგრამ წამოგავი. წავიდეთ. ეხა შევალმე მაღაზიაში, თქვენ თუ გინდა მანამდე საქანელებზე იყავით იქითკენ. თუ არ გინდა ჩემთან ერთად შესვლა. არც ვიცი რა უნდა ვიყიდო, რაღაცები კი უნდა ვიყიდო. ნუტელას გიყიდი? ნუტელა მაგჯერ. არა, გაკ. კიდე რა ვიყიდოთ? საპნები მინდა, პური მინდა. გუშინ ამდენი რაღაცა ვიყიდე, მაგრამ მაინც უნდა ვიყიდო კიდე რაღაცები. მოკლედ, წავედით. მოვედით, მეგობრებო, მოვედით. დერა შევჭამ. პიურე და თევზი დედა. პიურე არ გინდა? შენ პიურეს. არა? რატო? არა. შოკოლადი მერე ჯერ პიურე. მოგინდება მაინც. კარგი ხო ჭამე, მე მაინც მოგინდება ვიცი შენ ჭამა. შენ არასოდეს არ ხარ უჭმელი. მოკლედ რა ვიყიდეთ მაღაზიაში. სანამ ეხლა ჩემი კარტოფილი ცხელდება. მუშაობს. ვიყიდე ვაშლი. ქართული ვაშლი ეწერა. 2.65 ღირდა კილო. კილო და კიდე რა ვიცი რამდენი რაღაცა 7 თუ 8 ცალია მოვიტანე. დავყრი, მეც მინდა ხოლმე ხანდახან ვაშლი. პორტუხალი უფრო მიყვარს, მაგრამ ხანდახან ვაშლიც მინდა ხოლმე. არა უშავს, კარგად გამოიყურება, მე მგონი. კიდე ვიყიდე დიდი ფერი ლიტრიანი 5 და რაღაცა კაპიკებში 2 ნაბიჯი აქცია არის, მოკლედ მეგობრებო, ვისაც გინდათ ძალიან აქცია. ასე რომ შეიძინეთ. ეკლეკლანალალი. ყველია ესეთი გვიყვარს ძალიან შებოლილი, მე ძალიან მიყვარს პირადად, კამილასაც უყვარს, მილანა გიყვარს შენ? ესე რა? ვიყიდე ძეხვი ლიდერფუდის ფინური თვალწები. ბავშვების საყვარელი. ვიყიდე ნოსტიმოს აივარი ესე აწერია, ბოსნეულის ხიზილალა, მოკლედ. ირაკლის უყვარს. ეგ რა არის, დედა, წადი რა ეგზე და გამოიცვალე, ყვითელი ჩაიცვი. წეღან რომელიც გეცვა, ყვითელი ისევის ჩაიცვი. აი როგორ არ მიყვარს ეს პიჟამა, უნდა გადავაგდო გეფიცები.
ესეთი ორეოს ალპენგოლდი და ორეოს შეხამებული რაღაცა მილკ შოკოლადი იყიდეს. აი ესე გამოიყურებაო წესით. გატეხე? აბა მაჩვენე როგორ გამოიყურება. აი ესეთია შიგნით მეგობრებო. გემრიელია? კი. ორი ცალი. აი ეს უკვე აღარ გამოდგება. დაბლა გახვრეტილია. საპონი დედა. ეს ხანერია. მოდი ჯერ ვაჩვენოთ. ესეთი მიწის თხილი ვიყიდე. კამილას უყვარს. საპნები 6 ცალი ნაკრებში იყო და აქციაში იყო ბარემ დავიღე. და ეგეთი ხაჟასტონი ვიყიდე კიდე. მიდი ჩახარე, ეს არ გახსნა. ესეთ შოკოლადი. ხო. ეს საგამოება. აი ეს პატარა შოკოლადი. 10,000 არა უშავს. რაღაცა დუბაის შოკოლადი. აი როგორ უნდა გავხსნა ან წავიღო რაღაცა რომ მანდ მივადეს ვირანა. ცოტა წაიღე, ბევრს იღებ და იმიდან. შიგნით არის გემრიელი, ორეო, ანუ რისაც უყავს ორეო და შოკოლადები. ალპენგოლდის მართლა კაი რაღაცაა. იმას მოეწონება ხო? კიდე რა ვიყიდეთ? ნუ კამილას დროში რა კი ხა ძალიან არ მეჩხუბოთ, ვიცი რომ არ არის სასარგებლო, მაგრამ ხანდახან აი ესეთი ვერმიშელი ვიყიდე. არ მქონდა და ზოგადად ვერმიშელი მე ძალიან მიყვარს. დაჭრილი პური ვიყიდე, თეთრი. ჩუდო უყვართ ბავშვებს და თან აქციაში იყო და ვუყიდე. აი აპრილამდე არის. ჯერ ვარ გისია, მოკლედ ეს მოცივარში. ვიყიდე კიდე 1 კილო შაქარი და 2 ცალი პური. ესეთი დაუჭრელი. და ეს ყველაფერი გამომივიდა 55 ლარის. მე მგონი კარგი შენაძენია. აბა რომელი გინდა შენ მაქედან? ეხლა კამილა ირჩევს თავისთვის გუშინ ვიყიდეთ, არ ვიცი უყურე თუ არა შორტსში მქონდა. და ესეთი პატარა სანდურაც ავუყი კამილას. აი ესეთი 3 ცალი ვიყიდე, ესეთი სილოდკა. კიდე ვიყიდეთ სილოდეჩკა ალялასოს ესე აწერია, მოწითლო ფერშია. და ტრადიციონალური სილოდკა კიდე ეგეთი. ეხლა კამილა ირჩევს იმას თუ რას მიირთმევს ახლა. აბა კამილა რას მიირთმევდა და რომელი გინდა? წითელს. და პიურე გინდა თუ ეს დაჭრილი კარტოფილი? დედიკო. პიურე გინდა თუ დაჭრილი კარტოფილი რო არის, ისე დაგიდო მოხარშული უბრალოდ. აი, შეხედე. კარტოფილი. დაჭრილი რო არის, თუ პიურესავით გინდა, ეხლა. არა, просто კარტოფილი ის თევზი და ის კარტოფილი. ვოთე, ყველაფერი მივარდება ხელიდან. და არ გახსნა ჯერ თუ არ სვავთ, ჯერ არ გახსნა. და ისიც რომ იყოს, მარილი რომ იყოს დაყრი. დავაყრი ხო. მე კამილა მაძლევს ნახევარი რომ დავიღე. რას? წვენს? კაი დედა მე რა. მაგრამ მე ჯერ არ მოვიდა. რას? ამას. ჩუდოს. აქაც რაღაცა. მილე, შენ პიურეს ხო შეჭამ მერე? ამ დანარჩენებისგან ეხლა პიურე გავაკეთო თუ ისევ ჭამოთ? ამდენი გეყოფა დედი? მე მგონი გეყოფა. მოდი გაგიხსნა. აჰა მარილი შენ თვითონ დააყარე, მე ამ თევზს გაგიხსნი ახლა. დე მარილი დააყარე. მარილი დავაყერო. ხო, ესე შენ. თხელია. ხო, მე რა დააყარე? მარილი. აუ მეც როგორ მიყვარს ეს თევზები ძალიან მიყვარს, ზოგადად თევზი მიყვარს ძალიან. მილენას არა. მე ვერ ვიტანე. ეგ გადაგივლის ეგ დედა. აღარ ამგონია, იმიტომ რომ ადრე მიყვარდა, მე გადამ. მიყვარდა? ესე ადრე ბევრი რაღაცები გიყვარდა, მე გადაგიყვარდა, მე ისე გიყვარება. შეიძლება გადაგიარეს. კი არა და გადაგივლის დარწმუნებული. მე ადრე კაკაო მიყვარდა, აღარ მიყვარს.
მიყვარდა და აღარ მიყვარს. ისე უყვარდა ადრე, ახლა კიდე ვერ მიყვარს. ეს თიგამაკა. მე ორივე ვსვამ. აუ, რატო არ გამახსენე გიყიდიდი ახლა? რა? კაკაოს. არ მინდა. რატო ჩაისაშვა? სვა, მაგრამ კაკაოსაც ვიყიდიდი. ნაც მე არ გამახსენდა და არც თქვენ არ შემახსენე. ბაკურიანში გინდა ძალიან ხო დედა. ხო, ციგურებზე სრიალი. ეხლა მაგლა ილაპარაკეთ თორე მიკროფონი მე მაქვს. ციგურებზე სრიალი. იმ რა ქვია მაგებზე? აი შეხედეთ როგორ გამოიყურება. ხო, ვატრუშკებზეც. და კიდე ის კანტებზე რა ქვია? ციგურებზე. ხო. რამდენი ვირდა კაჭკარდა ხო? არ ვიცი 6 თუ 7. ისეთი გამჟვირია ზატო. ისეთი კაცი. გასინჯო და მოგიწონა და კაციშტე. გავსინჯო? გასინჯო ბარა. შენთვის გავსინჯო? გასინჯე. მოდი პატარას გაგიჭრი. ეს მარილიანი იქნება? და თუ გინდა, მე აი კარტოფილიც მიაყოლე. ძალიან კარგია დედა. უნდა მოგეწონოს ასე წესით. აუ კარტოფილს რო ვაყოლე. აი დოსია. კარტოფილს კარტოფილს არის. მოიცა? ჯან კამერას თუ ჩემთვის? აი მოგწონს. ძალიან კარგი უნდა იყოს დედა. არა. მე კიდე არა. გასინჯო მე. იმიდან მიყვარს. თევს მაინც თავისი რაღაცა. აბა მოდი ეს გავსინჯოთ ეს ხანაერია. ისინი არ აქვს ძვლები. წესით არ უნდა გქონდეს. ყველასეთი გემოვხდება. მარტო იმას მოყვება ის აქვს ძვლები რომელიც გასუფთავებული არ არის. ნო, ეს უკვე გასუფთავებულია. ამას არ უნდა ანუ გქონდეს. უყურეთ იცი როგორ არის. შეჭმინ შემიძლია ვჭამო, მაგრამ არ მიყვარს. და რომელია ჩემი? რა? აიღე მაქედან. ერთი აიღე ჯერ, ანუ მთლიანად ყველას ვერ აიღებ, ვერ შეჭამე მგონი, მაგრამ. აი რა კოლია რამასია. ნილი, ანუ არ გშია ეხლა? პიურე გინდა? მაშ? ჭამე მაგ თევზიდან ცოტა რა. ჰა? მოდი აბა. ასეთსაც დაგიდებ და იქნება ესეთი უფრო მოგეწონოს. ეს არის ეს მატიასი, აი ესეთი. არის ერთი წუთი დედიკო? გამგიჟდები ისეთი გემრიელია. აი ეს. მოიცა? სალდათებსაც მოგცემ. მაგრამ შეიძლება პატარა ჯვარი იყოს. და კარტოფილსაც პაციები იჭმევა დედა. ამას მარილი დააყარე დედიკო? ისიც კი მარილიანია თვითონ თევზი. აბა მოდი ესეც გასინჯე. მარილი არა. ჩემთვისაც ძალიან გემრიელია. პირადად. კიდე და ხახვი არ გინდა? კამი არ გიყვარს. მირე შენ ხახვი რო დავაყაროთ. უხდება ძალიან. დავაყაროთ? არ მოგეწონა? ეს ჯობია? მოიცა ხახვიც დავაყაროთ. იჭმევა? კი. ზოგადად თევზი იჭმება. ზოგადად რო იჭმევა ვიცი, შენთვის? მე ვთქვი იჭმევა, მაგრამ ანუ უყურეთ ჩემი გემოჩინო. არა სხვა რაღაცა გირჩევნია. ხვალ ტოლმას მოგიხარშავ კიდე დამრჩა ტოლმა გაყინული. თუ არ მოგბეს და ჯერ არა მოიცა ბლინებს გაგიკეთებ, მაგრამ მე ხოცა ჯერ ეგრეთ ლობიო გინდა? ლაბიო.
მეგობრებისთვის მწვანილი აღარ მაქვს ბევრი, მაგრამ ვიყიდი. ალბათ. ამას კიდე ლობი არ უყვარს. აი მეგობრებო, ყველაფერი გასწორებით რა. ერთი და თუ ყოშე დედამ ერთი ტონა რა უნდა იფიქროს, რომ რა ოჯახისთვის ისეთ რაღაცა გაამგაბოს, რაც ყველას. რაც ყველას უყვარს არ არსებობს, იმიტომ რომ ერთ-ერთი არ უყვარს, მეორის მეორე არ უყვარს. სუპებიც ხო გიყვართ? ხორციანი სუპები. არა, ხორციანი არა. თეონამ რო გააკეთა იმ დღეს ეგეთი არ მოგეწონა? არა, ხორცშოვლებრივი. ვაიმე, რას დაბარაკობ ქალო. რა კაი, ხარეში. გემოვნებაზე არ დავობენ, არც ჩვენს არ ვიდაოთ. ოკეი. ხახვით უხდება დედა ძალიან ხახვი. რა? გემრიელია კამი? კამილა კრუსუნებს გემრიელებისგან. სიგემრიელებისგან. აიღებს ვისაც უნდა ის. ძალიან გემრიელია ხახვით. ჭამს ხო, ჭამს ჯობია, იმიტომ რომ თევზშიც ბევრი ვიტამინია, ძალიან კარგი და მიხარია. კარგით, მეგობრებო, მეც უნდა მივირთვა ახლა და ამასობაში დავამონტაჟებ ამ ვიდეოს. ძალიან მიყვარხართ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და აბა თქვენ იცით ყველას წარმატებები გამოიწერეთ ჩვენი არხი. კარგად.